აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტი ახალგაზრდული მიმართულების გაძლიერება და დევნილთა კოლექტიური განსახლების ობიექტებში არსებული საჭიროებების ეფექტური გადაწყვეტა იქნება. ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილმა აფხაზეთის მთავრობის ხდომაზე განაცხადა. ხდომაზე მინისტრებმა მთავრობის თავმჯდომარეს 2025 წლის სამოქმედო გეგმები დეტალურად წარუდგინეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა არსებული პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებაზე და ეფექტიანობის გაზრდაზე იმსჯელეს. 2025 წლის ბიუჯეტი უნდა იყოს კიდევ უფრო მორგებული ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის პრობლემატიკაზე. მთავრობაში შემავალი სამინისტროების პროგრამები უნდა იყოს კიდევ უფრო მოქნილი ხარისხობრივად. ჩვენი პრიორიტეტი არის ახალგაზრდების სწავლა-განათლების კუთხით რეფორმების ჩატარება და ასევე კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა. 2025 წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება ახალგაზრდები. შევიმუშავეთ ახალი პროგრამები და პროექტები, რომლებიც ორიენტირებული იქნება სპორტსმენებზე, სტუდენტებზე და ჩვენი სკოლის მოსწავლეებზე. აუცილებლად გაიზრდება მათი ჩართულობის რიცხვი და ხარისხი. თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომისა და საგანმანათლებლო პროცესების ხელშეწყობის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის დირექტორთან ერთად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დროებით დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა და პლანშეტური კომპიუტერები გადასცა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მყოფი ახალგაზრდების ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის გაძლიერებაზე. მნიშვნელოვანია დროებით გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ახალგაზრდების ერთმანეთთან კომუნიკაცია და ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი აპარატის დაქვემდებარების ქვეშ მყოფი სულიერების ცენტრის პედაგოგების ჩართულობა მათი განათლების მიღების კუთხით. აქედან გამომდინარე ჩვენ მათ გადავეცით აიპადები, რათა იყოს უფრო მეტი წვდომა და უფრო მეტი კონტაქტი შეუქმნათ ახალგაზრდებს. დღევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი ნაწილიც არის სწორედ ჩვენი სკოლის ბენეფიციარებისთვის, მოსწავლეებისთვის აიპადების გადაცემა, რათა მათთვის განათლება უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ციფრულ ტექნოლოგიებთან წვდომა, ვინაიდან ჩვენი სწავლება ძირითადად Zoom აპლიკაციით მიმდინარეობს და მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფარგლებში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს გიორგი ძიგუას მოусმინეს. მინისტრმა წარმოადგინა ინფორმაცია 2024 წლის 9 თვის მანძილზე გაწეული საქმიანობისა და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ. ყურადღება გაამახვილა აპარატის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, როგორიცაა სამართალშემოქმედება, ადამიანის უფლებათა დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაცია. გიორგი ძიგუა მისაუბრა სამშვიდობო პოლიტიკასა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ ძირითად პროგრამებზე. სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. ანგარიშის მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები. გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები. დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს მინისტრის აპარატის მიერ გაწეული საქმიანობა. წარმოადგინეთ 2024 წლის ანგარიში მოახსენეთ დეპუტატების გაწეული სამუშაოების შესახებ, მიმსჯელოთ სამომავლო გეგმებზე დავსახეთ ამოცანები. მინისტრის აპარატი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ განხორციელდეს სამშვიდობო პოლიტიკა, სამოქალაქო ინტეგრაცია განხორციელდეს და ასევე რა თქმა უნდა ხელს შეუწყობთ სამართალშემოქმედებას, რომელიც წაადგება აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას. მოხსენება იყო შესანიშნავი, შენიშვნები იყო საქმიანი, ძალიან საინტერესო. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ ამ შენიშვნებზე, იმ პრობლემებზე, რომლებიც არსებობს. ეს რა თქმა უნდა ეს შენიშვნები ყველა ამ უწყების გადასაწყვეტი არ არის. ჩვენ ვალდებული ვართ, როცა საქმე ეხება ადამიანის უფლებების დაცვას, ჩვენ შესაბამის უწყებებთან, ცენტრალურ უწყებებთან ვიმუშაოთ, რომ ეს პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს.
აფხაზეთიდან დროებით დევნილი ვეტერანების ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის მიზნით აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და სააქციო საზოგადოება გეფა შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ და მედიკამენტების განყოფილების ხელმძღვანელმა ილონა ბენდელიანმა მოაწერეს. მემორანდუმი GPC-ს და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებში აფხაზეთიდან დროებით დევნილი ვეტერანებისთვის 2000-მდე მედიკამენტზე 30%-იან ფასდაკლებას ითვალისწინებს. ასევე წარმოდგენილ არამედიკამენტების სრულ ასორტიმენტზე 10%-იან ფასდაკლებას. მომსახურების გაწევა კვირის ნებისმიერ დღეს იქნება შესაძლებელი. მორიგ მემორანდუმს მოეწერა ხელი სააფთიაქო ქსელ გეფასთან, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან მხარდაჭერას ჩვენი ვეტერანებისთვის მედიკამენტებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. სამინისტრო გააფართოვებს თანამშრომლობას სხვა სააფთიაქო ქსელებთან, რათა სრულად იქნეს მოცული ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობა. კომპანია გეფამ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანებისთვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომლის ფარგლებში GPC-სა და ფარმადეპოს ქსელში კვირის ნებისმიერ დღეს დღის საუკეთესო ფასი დახვდებათ. გარდა ამისა, სხვა არასააფთიაქო პროდუქტებზეც ფიქსირებული ფასდაკლება ექნებათ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი სოციალური პროექტების მომზადება. ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. რამდენიმე დღის წინ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ერთადერთი ელექტროსადგური ენგურჰესი გათიშეს. კომპანია ჩერნომორენერგოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ელექტრომომარაგების სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით მზადდება ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი. მოგვიანებით კომპანიამ გამოაქვეყნა გრაფიკი, რომლის თანახმად აბონენტებს შუქს დღეში მხოლოდ ორჯერ ჩაუთავენ 1 საათითა და 24 წუთით. ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ განმარტებას ენგურჰესის დირექტორი ლევან მებონია ავრცელებს. აფხაზეთის ელექტრომომარაგება ენგურჰესისა და ვარნიხესის მეშვეობით ხორციელდება. ენგურის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო ორივე სადგურის მუშაობა ამ ეტაპზე მხოლოდ მდინარის ჩამონადენის შესაბამისი სიმძლავრით შეუძლია. შესაბამისად, როდესაც აფხაზეთის მოხმარებამ ამ მოცულობას გადააჭარბა, გენერატორები ავტომატურად გაჩერდა. ამჟამად აფხაზეთის ელექტრომომარაგება აღდგენილია. თუმცა აფხაზეთში დაწესებული შეზღუდვების შედეგად ენგურჰესისა და ვარნიხესის სიმძლავრე უკვე აფხაზეთის მოხმარებას შეესაბამება. ამდენად, მოხმარება და მიწოდება სინქრონულად ხორციელდება.